არსებობდნენ თუ არა დრაკონები. ჩემი ვერსიით დრაკონები არსებობდნენ. რამოდენიმე მათგანი, რამდენიმე საუკუნის წინ გაანადგურეს კიდევაც. დრაკონებზე, იგივე გველეშაპებზე ინფორმაცია ჩვენ პირველად მოვისმინეთ ბიბლიურ სიუჟეტში, როდესაც ადამს და ევას ჭყალებში ფეხებით მოსიარული გველი შეუჩნდა და მოტყუებით თუ გამჭრიახობით აიძულა აკრძალული ხილის მიღება. ამის შემდეგ ღმერთმა ეს ცხოველი დაწყევლა, ფეხები წაართვა და გადააქცია გველად. მაგრამ არსებობს ვერსია, რომ გველეშაპების სხვა სახეობებიც არსებობდა და ისინი გადარჩნენ კიდევაც. მათ შორის არის ვერსია, რომ ისინი გადაურჩნენ წარღვნასაც, ვინაიდან ისინი იყვნენ წყლის ბინადარნი, შესაბამისად წარღვნის დროს ყველა წყლის ბინადარი გადარჩა. ამის შემდეგ ჩვენ ბერძნულ მითოლოგიას თუ ჩაუღრმავდებით, მედეას ყავს გველეშაპი, იგივე დრაკონი, რომელიც იცავს ოქროს საწმის. ბევრი ვერსია მომისმენია, რომ ეს ოქროს საწმისი არა კონკრეტული ნივთი, არამედ აკრძალული ცოდნაა და ბევრგან მომისმენია, რომ შესაძლოა ხვამლის მთის მიმდებარედ არსებობდა სწორედ ეს ედემის ბაღი, საიდანაც ადამი და ევა განიდევნა და სწორედ ეს დრაკონი დარაჯობდა აი ამ ედემის ბაღს თუ აი ამ ტერიტორიას, სადაც ეს ცოდნა იყო შენახული. ხვამლის მთის მიმდებარედ არსებულ გამოქვაბულებზეც ჩვენ ბევრი რაღაცა გვსმენია და მე ჭორიც გამიგია, რომ ერთ-ერთ გვირაბში არის გამომწყდეული, მათ შორის მედეას დრაკონის შთამომავალი დრაკონი, მაგრამ მე რასაკვირველია, მსგავსი რაღაცების არ მჯერა. თუ ისტორიას მივყვებით, ბოლო დრაკონის ამბავი ჩვენ წმინდა გიორგის ისტორიაში გვხვდება, როდესაც წმინდა გიორგი განგმირავს დრაკონს, ან მას დაატყვევებს და მეფეს მიუყვანს. ასევე გვსმენია ისტორია დავით გარეჯში არსებული დრაკონის თუ გველეშაპის შესახებ, რომელიც აქ იყო გამომწყდეული დრაკონებზე და ზოგადად გველეშაპებზე. ბევრი ისტორია მოგვისმენია, მათ შორის ჩინურ მითოლოგიაში, იაპონურ მითოლოგიაში, შოტლანდიაშიც კი გვყავს ჩვენ ლოხნესის ურჩხული, რომელიც არის ასევე გველეშაპი და რომელიც არის წყლის ბინადარი დრაკონი. ამიტომ რომ შევაჯამოთ, ეს ყველაფერი რეალობაა და სამეფო კარის თამაშებში, იგივე სატახტოთა თამაშებში არსებული ეს ცხოველი თუ ეს თევზი ნამდვილად არსებობდა. ის შესაძლოა ჯერ კიდევ არსებობს და ჯერ კიდევ ცოცხლობს ოკეანეების ბნელ სიღრმეებში, რომელთა გამოკვლევა სამწუხაროდ არავის სურს, მაგრამ NASA მის სწრაფის მარსისკენ და მისი კოლონიზაციისკენ დგამს ნაბიჯებს. შენ როგორ ფიქრობ, არსებობს თუ არა გველეშაპი, იგივე დრაკონი და ცხოვრობდა თუ არა დედამიწაზე ესეთი არსება ოდესმე? დააკომენტარე შენი ვერსია.